პლაზმური სხივი, მამა აბსოლუტის გზავნილი 11 მაისი 2021 წელი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. ამრიგად გავაგრძელოთ საუბარი სამყაროსეული პლაზმის ენერგიის შესახებ და მოგიყვებით, როგორ და რომელ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ის. პრინციპში ეს ენერგია უნივერსალურია და აქვს მოქმედების დიდი სპექტრი. ხოლო იმისათვის, რომ მისი გამოყენება ისწავლოთ, არასთავარია საკუთარი წარმატების მენა გაგიზარდოთ, მე გთავაზობთ დაიწყოთ მცირეთი, რათა დაინახოთ მისი მუშაობის შედეგები. დაიწყეთ იქიდან, რომ მაგალითად მოიშოროთ თქვენი კანიდან მცირე დეფექტი, რომელიც ალბათ ყველა თქვენგანს მოეძებნება. ხოლო რადგანაც მოცემულ მომენტში განიხილება წერტილოვანი მუშაობა თქვენ უნდა ისწავლოთ ამ ენერგიის კონად შეკრა და შემდგომ მიმართოთ ის კანის დაძენებულ ნაწილთან. აი როგორ შეიძლება მოხდეს ეს პრაქტიკაში. მოუხვეთ თქვენს ზეციურ ფაროლებს და შედით მედიტაციურ მდგომარეობაში. სთხოვეთ სამყაროსეული პლაზმის ენერგიას განკურნოს კანის მოცემული ნაწილი და მისცეს მას თავდაპირველი სიზუსტავე. თუ თქვენ ენერგიებთან მუშაობას ხელებით შეეჩვით, მაშინ შეგიძლიათ მიუშიროთ ამ ადგილს თქვენი ხელის გულები თქვენთვის კომფორტულ დისტანციაზე ან მიადოთ ხელი მოცემულ ადგილას. მაშინ კი, როდესაც სამყაროსეული პლაზმის ენერგია გაივლის თქვენი ხელების გავრით, ის გარდა იქნება მათ ერთგვარ გაგრძელებად და როდესაც მიაღწევს კანის ნაწილს, ფოკუსირდება ნატიფ ენერგეტიკული სხივის სახით. ხოლო იმას, ვისთან ენერგიებთან მუშაობის უნარი არ აქვს, შეუძლია ვიზუალურად წარმოიდგინოს სამყაროსეული პლაზმის ენერგია თუ როგორ მიდის ის თქვენს მოხმობაზე და მიემართება ზუსტად იქ, სადაც აზრობრივად მიმართავთ. თქვენ გზნობთ თუ როგორ იწყებს თქვენს მიერ მითითებულ კანის დაძებული ნაწილის სკანირებას და შემდგომ იწყებს მუშაობას. თქვენ აუცილებლად იგრძნობთ ამ ადგილზე რაიმე მოძრაობას, თითქოს და ვიღაცა გიტარებდეთ ენერგეტიკულ მინი ოპერაციას. სხვადასხვაებრივი ენერგიებისგან განსხვავებით, სამყაროსეული პლაზმის ენერგია თითქმის თავიდანვე იწყებს ეთერულ სხეულთან მუშაობას და გვერდს უვლის დანარჩენ ნატიფ სხეულებს. სწორედ ამიტომ აღიქმება ის თქვენს მიერ როგორც უფრო მკვრივი და თითქმის ფიზიკური სუბსტანცია. შეგრძნებები ყველას განსხვავებული შეიძლება გქონდეთ. სითბო, სიცივე, ჩხვლეტა, პულსაცია, ვიბრაცია. აგრეთვე ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში თავად არ ჩაერთოთ. არ დაეხმაროთ ამ ენერგიას და აზრობრივად არ დააჩქაროთ ის. თქვენ უნდა დარჩეთ ენერგეტიკულ არხებად და ამას საერთოდ გარეშე დამკვირვებლებად. ამგვარად თქვენ არ შეიტანთ ამ ენერგეტიკულ ნაკადში საკუთარ ვიბრაციებს, რომლებიც სამყაროსეული პლაზმის ენერგიის ვიბრაციებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. სრულიად საკმარისია ის განზრახვა, რომელიც გამოხატეთ სეანსის დაწყებისას, როდესაც მას მოუხმეთ დასახმარებლად. ამგვარად, როდესაც თქვენ არ ჩაერთობით ამ პროცესში როგორც ადამიანი, თქვენ ნებას აძლევთ ამ გასაოცარ გონიერ ენერგიას იმუშაოს თქვენ სხეულთან შვიდან ზრუნველად და დოზირებულად გადაანაწილოს ენერგია კანის მთელს ზედაპირზე, რათა მას ნება მისცეს განკურნოს მტკივანი უჯრედები, ჰარმონიაში მოიყვანოს ისინი ჯანმრთელ უჯრედებთან და გაათანაბროს კანის ეს ნაწილი. ძალიან კარგია თუ ამ სეანსის დროს თქვენ დაამუშავებთ ამ პრობლემის ფსიქოსომატურ მიზეზებს და ახალი წვნებულებით შეცვლით მას. თუ ვისაუბრებთ კანის შესახებ, ის არის ადამიანის დამცავი გარსი და ნებისმიერი მისი დაავადება კავშირია შიშთან, ხიფათისა და დაუცველობის შეგრძნებასთან. ამიტომაც განკურნებისათვის ახალი აფირმაცია შეიძლება იყოს: მე ყოველთვის ვარ შემოქმედებისა სამყაროს ზეციური ძალების დაცვის ქვეშ. მე სამუდამოდ თავისუფლები ყველა სახის შიშისგან. მე ვარ ყოვლის შემძლე, თავისუფალი და ბედნიერი არსება, რომელსაც წინ ელოდება მშვენიერი მომავალი მეხუთე განზომილების დედამიწაზე. ამგვარად, ჩემო ძვირფასებო, თქვენ მიაღწევთ იდეალურ შეწყობას, თქვენი ცნობიერების მენტალურ და ენერგეტიკულ კორექცირებას, რითაც განკურნების პროცესს დააჩქარებთ. მე მოგიტანეთ კანთან მუშაობის მაგალითი, თუმცა მჯერა, რომ ყოველი თქვენგანი თავად იგრძნობს, სურით უნდა დაიწყოს სამყაროსეული პლაზმის ენერგიის გაცნობა. გააკეთეთ ეს აუჩქარებლად და მშვიდად. ყურადღება მიაქციეთ თქვენ შეგრძნებებს და რეაქციას ახალ ენერგიაზე, რათა მიხვდეთ თუ რამდენად ორგანულად ურთიერთქმედებთ მასთან თქვენი სულიერი განვითარების მოცემულ მომენტში. ამაზე გავჩერდებით დღეს. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზღვრავთ უყვარხართ საუბრობდა თქვენთან. სავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გოჯა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.